საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ერთ თვეში თბილისში ჩამოვა. ეს განცხადება ministrმა ტიერი მარიანიმ ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვერა ქობალიამ და ფრანგმა მინისტრმა სატრანსპორტო სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც საფრანგეთის მთავრობის დახმარებით განხორციელდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის დაგეგმარებაა. ფრანგული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან ავიანავიგაციის სფეროშიც და ამ მომავალში ამ თანამშრომლობის გაღრმავებაც იგეგმება. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან და პრეზიდენტ სარკოზის მრჩეველთან ერთად დღეს განვიხილავთ იმ ტრანსპორტის საკითხებს და პროექტებს, ერთობლივ პროექტებს, რომელიც არის საქართველოს და საფრანგეთის შორის. იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით პროექტები იყო განხორციელებული უკვე, მათ შორის როგორც ნავიგაციაში, ასევე ავიაციის სფეროში. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ იმყოფები საქართველოში. საფრანგეთს და საქართველოს ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებთ. პრეზიდენტი სარკოზი საქართველოში ერთ თვეში ჩამოვა. ამ შეხვედრაზე კი ჩვენ სხვადასხვა პროექტებს განვიხილავთ, რაც ერთად უნდა განვახორციელოთ.